მოგესალმებით ყველას. დღეს ვისაუბრებთ საოცარ ტექნოლოგიაზე, რომლებიც რევოლუციურ ცვლილებებს ახდენენ ჩვენს აწყოსა და მომავალზე. ეს არის იმერსიული ტექნოლოგიები. ეს ტექნოლოგიები დღითი დღეს სულ უფრო პოპულარული ხდება და გვეხმარება მომავლის ხელახლა წარმოდგენაში. დავიწყოთ ვირტუალური რეალობით, ანუ virtual reality. ვირტუალური რეალობა სათვალეებს იყენებს სიმულირებული გარემოს შესაქმნელად და გვეხმარება სრულიად განსხვავებულ რეალობაში დავინახოთ სამყარო. მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალური რეალობის ისტორია 1800-იანი წლებიდან იწყება, პირველი ვირტუალური რეალობის სისტემა 1957 წელს შეიქმნა და მას სენსორამა ერქვა. ტერმინი ვირტუალური რეალობა კი მოგვიანებით 1987 წელს გერონ ლანიერმა შემოიღო. ამ ტექნოლოგიის განვითარებაში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია იდება, რადგან მისი პოტენციალი უზარმაზარია. ბევრი ფიქრობს, რომ ვირტუალური რეალობა მხოლოდ თამაშებისთვისაა, მაგრამ ეს ასე არ არის. ის რევოლუციურ ცვლილებებს ახდენს განათლებაში, სამხედრო საქმეში, მედიცინასა და სპორტში. მაგალითად, ვირტუალური რეალობის სათვალეები მოსახერხებელი ინტერფეისით, ჟესტების კონტროლით და საგანმანათლებლო რესურსებით სწავლების პროცესს უფრო ინტერაქტიულს ხდის. Facebook ავითარებს ახალ იდეას სახელწოდებით Facebook Horizon, რომელიც არის მუდმივად მზარდი ვირტუალური რეალობის საზოგადოება, სადაც შეგიძლიათ შექმნათ, ითამაშოთ და გამოიკვლიოთ. ეს გეხმარებათ ფიზიკისა და რეალობის წინააღმდეგ წასვლაში და შეუძლებელის განცდაში. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ პირამიდის თავზე დგომა ან სახლში ჯდომით მომავლის ქვეყნით ტკბობა. რა თქმა უნდა, თამაშების გარეშე ვირტუალური რეალობა არასრულყოფილი იქნებოდა. ეს არის სამყარო, სადაც შეუძლებელი შესაძლებელი ხდება. მადლობა ყურადღებისთვის.